გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი ქუჯი 2026. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. კონკურსი ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია ქუჯის ორგანიზებით ტარდება. მისი მიზანია ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია. კონკურსი მოიცავს 4 ნომინაციას. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულ ენოვან ავტორს. ორგანიზატორთა განმარტებით ბოლო წლებში ფესტივალის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლების პირველი პრემიის ლაურეატებს იმ ნომინაციებში, რომლებშიც გაიმარჯვეს, ხელახლა მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ. ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია ქუჯი წლის განმავლობაში ახორციელებს რამოდენიმე პროექტს. ამ რამოდენიმე დღის წინ ქუჯიმ გამოაცხადა ლიტერატურული კონკურსი შემდეგ ნომინაციებში ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი, წლის საუკეთესო დებიუტი, წლის საუკეთესო პროზაული კრებული და წლის საუკეთესო პოეტური კრებული. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება წიგნებს, წიგნები უნდა მიიტანონ 2 ეგზემპლარი ჩვენს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ მისამართებზე, ხოლო ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი უნდა გამოაგზავნონ მეილით. ჩვენ 2019 წლიდან მოყოლებული გვყავდა სხვადასხვა გამოჩენილი პიროვნებები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჟიურის საქმიანობას. წელს იქნება ბატონი ელგუჯამარღია, ის გახლავთ პოეტი, რობაისტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი და მასთან ერთად იქნება 6 წევრი. საკონკურსო თემატიკის გარდა ჩვენ გვაქვს დაწესებული კონკურსგარეშე 2 პრემია. ეს არის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის პრემია, რომელიც გადაეცემა 70 წელს პლუს ადამიანებს, იუბილარებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ ქართული ლიტერატურის წინაშე. მედალი, რომელსაც თქვენ ხედავთ, დამზადებულია შავიტის სტუდიაში ოსკარ შინდლერის აკადემიის ხელმძღვანელის ბატონი მაქს მეირ შავიტის მიერ სპეციალურად ქუჯისთვის. ამ მედალს მოყვება ფულადი პრემია რასაკვირველია და ამ წლების განმავლობაში უამრავი დიდებული და დიდი პიროვნება გამოავლინა ქუჯიმ და ღირსეული პატივი მიაგო. ამის გარდა ჩვენ ასევე გვაქვს და გავცემთ ქუჯი ერთიანი საქართველოსთვის პრემიას. ეს უკვე არის სახელოვნებო სივრცე და შეიძლება დაჯილდოებული არ იყოს პოეტი, არ იყოს მწერალი, თუმცა მას ხელოვნებაში, კულტურაში განსაკუთრებული როლი და ადგილი ჰქონდეს. ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.